დაწესებულებების აღგრძელები და შესაბამისად, ჩემამდე არ გახნით ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არის მიღებული გადაწყვეტილება და ამის შეცვლას არავინ არ აპირებს. თუ რა თქმა უნდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მოიფიქრა და რა პროგრამაც აქვს საყოველთაოდ დაზღვე, მაშინ ეს თანხა ჩვენ გამოგვითავისუფლდება სხვა რაღაცებისთვის, თუ რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება თავის თავზე აიღებს აი ამ პასუხისგებლობას და სხვა მხრივ რა გითხრათ, ახლა წინადადების გათვალისწინება მე ბატონ ბატას და ადრეც ქონია ჩვენ ამაზე საუბარი არის დამოკიდებული ერთ რამეზე თუ კონკრეტულ პროექტების განხორციელებაზე არის საუბარი ფული არის ძალიან ესეთი რამე ყოველთვის არ არის საკმარისი ერთი თვისება აქვს ფულს და ანუ ნებისმიერი პროგრამა გაგაწყვეტინებთ ბატონო ამირან უკაცრავად ჩვენ წინა გადაცემაში როდესაც საუბარი გქონდა რომელშიც თქვენ არიღებდით მონაწილეობას იმიტომ რომ საკრებულოს ხდომას ესწრებოდით მაშინ საუბარი გქონდა კიდე ერთ თემაზე და უფრო ვრცლად ალბათ პატა გააგრძელებ ჩემ შემდეგ საუბარი იყო დუბლირებულ მუხლებზე ხო პროგრამებზე უფრო სწორად რომელიც სოციალურ დახმარებებს ითვალისწინებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება ხომ შეიძლება მესმის რომ ფული მწირი არის, რესურსი არ არის და უფრო ვრცლად ალბათ უფრო პატა იტყვის რა არის, იმიტომ რომ მაშინ მახსოვს რომ ძალიან დამამახსოვრდა ეს თემა. კი ბატონო, პრინციპში ეს იგივე თემაა, რასაც საბჭოთა პროგრამებში დახვეწასთან დაკავშირებით საუბრობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კი საუბარი გქონდა მაშინ იმაზე, რომ მაგალითად არსებობს მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამა. არსებობს კიდევ მატერიალური დახმარების პროგრამა, რომელიც ბენეფიციართა კატეგორიაში ასევე იგივე კატეგორია არის მოცემული. ამიტომ ეს ფიქრობთ, რომ თუ თქვათ ჩვენ გვინდა მეტად დავეხმაროთ იმ მრავალშვილიანებს, დავუშვათ იმავე კატეგორიაში, იმავე პროგრამაში, შესაბამის პროგრამაში გავუზარდოთ და მეორე პროგრამის კატეგორიიდან ამოვხდით, იმიტომ რომ რაღაცა დაბნეულობა არ გამოიწვიოს ბენეფიციარებისა, იმიტომ რომ თუ რომელი პროგრამის ფარგლებში ეკუთვნით მათ დახმარება და ესე იგი მე როგორც ვცდილობ უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, მე როგორც ვიცი, ეს არის საუბარი ხება 250,000 ლარს, რომელიც შემცირდა წინა წლებთან შედარებით და არ ვიცი ახლა შეიძლება წამგებიან რაღაცა ვთქვა, მაგრამ მე მგონია რომ ეს საერთოდ რომ არ იყოს უფრო ნაკლები პრობლემა ექნება. მაგაში მეც გეთანხმებით, მაგრამ პოპულარული ეს, მაგრამ ხო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია რომ ეგ პროგრამა ეფექტურია საერთოდ. მე გეტყვით როგორ ხდება, ეს არის კრიტერიუმი აქ არის ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ რეკომენდაციებს შედეგად რაღაც აუცილებელ ერთჯერად დახმარებებზე აქ საუბარი და საუბარი არის აქ საშუალოდ 100-200 მაქსიმუმ ლარზე, ანუ ეგ არის ძალიან კომპეტენტურია სიები, რამდენად სწორია ბაზა და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. აქ გადაწყვეტილება ხდება, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არის ასეთი ნებისმიერი გამცხადებელი და შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი 5-6 ადამიანია წესვა ამ რეკომენდაციას ხელს რომ აი ამ ადამიანს გაეწევს ერთჯერადი დახმარება ან წამლით ან თანხით, ანუ ეგ არის აი კონკრეტულ ადამიანს ეგ არ არის დაუშვათ განსაზღვრული, იმიტომ რომ მას რამდენი ქულა აქვს, როგორ აქვს, აი მაგალითად არ ვიცი ხარ როგორ გითხრათ, ლემეს მოტყდა ფეხი და არ აქვს რომ იმ ქრონალას იწუს დაუშვათ ეს ძალიან უხეშად ვამბობ ხა ასეთ ეს